მოგესალმებით, შემოკარგებო, შემდეგი მატრიცა ეკუთვნის ელენეს, ის არის დაბადებული 10 ოქტომბერს 1993 წელში. საერთოდ პლუსში ესენი არიან ძალიან იღბლიანები, ძალიან წარმატებულები, ადამიანი ლიდერი, რომელსაც შეუძლია რომ უხელმძღვანელოს სხვა ადამიანებს, ძალიან კარგად იმუშაოს გუნდთან და ასევე ხმის ნიჭი. საერთოდ აქვთ ძალიან კარგი დარწმუნების უნარი და ძალიან ძლიერი ორატორები. ასევე ძალიან კარგი მასწავლებლები. მათ შეუძლიათ რომ მე არ გულისხმობ ახლა დაწყებით ის მასწავლებლებს, საერთოდ გულისხმობ ადამიანი, რომელსაც აქვს უნარი, რომ სხვა ადამიანებს დაეხმაროს, ასწავლოს და ცოდნა გადასცეს. მაგრამ აქ რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება? ეს როდესაც ენერგია პლუსშია. და ეს კიდევ რას გვაძლევს? 5 სექტორიდან 3 სექტორში 10-იანი კი დგას, რაც არის ეს ძალიან ძლიერი ფორტუნა და მიდრეკილება წარმატებისკენ, როდესაც შენ რწმენა გაქვს საკუთარი თავის, ღმერთის და საერთოდ სამყაროსი. მაგრამ თუ ენერგია მინუსში წაგივიდა, ეს არის რწმენის ნაკლებობა, საშინელი სიზარმაცე და აპათია, ასევე ვერ ხედავ სამყაროსგან მოცემულ შანსებს და ვერ იყენებ ამ შანსებს, მუშაობ ყოველთვის ნაიმში, ან საერთოდ არ მუშაობ და ასევე ამან შეიძლება მე გამოიწვიოს ძალიან ძლიერი ეგოიზმი, რომ ყველაზე ჭკვიანი ვარ, ყველაზე მეტი მე ვიცი და არავინ დამელაპარაკოთ, რაც მე ხელს გიშლის ადამიანებთან კომუნიკაციას და მერკანტიულობა კიდევ. ეს აუცილებლად უნდა მოიცილო თუ ეს ენერგიები მინუსში გაქვს. რას უნდა მიაქციო ყურადღება? ნახე, საერთოდ როგორც გითხარი, ძალიან იღბლიანი ხარ, მთავარია რომ ეს იღბალი შენ დაინახო და აუცილებლად ეცადე ყოველთვის დავალებების დილიგირება. ეცადი მაქსიმალურად განვითარდე შენ საკუთარ საქმეში, ეს არ უნდა იყოს რაღაც დიდი და გრანდიოზული, მთავარია რომ საკუთარი თავის უფროსი შენ თვითონ იყო. რა საქმეც არ უნდა წამოიწყო, რომ დაიწყებ, აუცილებლად დაასრულე. ეცადე ბევრ საქმეში ნუ გაფანტა გონებას და კონცენტრირდი მხოლოდ ერთზე. და კიდევ ერთხელ, ეცადი მაქსიმალურად რომ ადამიანებს ენდო. ან ყველაფერს მე გავაკეთებ, მე მარტო ვიზავ, ეს მარტო მე შემიძლია, ეს მოაცილე თვისებები თუ გახასიათებს. ეცადე მაქსიმალურად რომ შენ იყო ის, ვინც რაღაცას გეგმავს და შესრულებისთვის დავალებები გადაანაწილე სხვებზე. კიდევ რა არის მნიშვნელოვანი? აუცილებლად დაკავდი სპორტით. სპორტი აქ უნდა იყოს ისეთი, რაც სხეულს მოგიდუნებს, მაგალითად ცურვა ან იოგა, ეს ძალიან კარგი იქნება შენთვის, უფრო ცურვა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ფიქრები გაქვს და ეს მერე თუ ენერგია ძალიან მინუსში წაგევიდა, გამოიწვევს წნევებთან დაკავშირებულ პრობლემებს, უძილობას, ასევე პანიკურ შეტევებს, წნევას და კიდევ რა შეიძლება იყოს იცი, აი ალერგიებისკენ მიდრეკილებები. ამიტომ ეს რომ არ იყოს აუცილებლად სტრუქტურა და დისციპლინა გამოიმუშავე ცხოვრებაში. აწარმოე აუცილებლად დღიური, სადაც შენ დღის გეგმებს ჩაწერ და იმის მიხედვით იმოქმედებ. და ნუ გექნება რომ მაგალითად წავედი საყიდლებზე, არა მაქვს სია და ვყიდულობ რაც ხელში მომხვდება. არა, ყოველთვის კონკრეტული გეგმა უნდა იქონიო, ეს შენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. წარმატება გელოდება აბსოლუტურად ყველგან, რაც დაკავშირებული იქნება შენს სურვილებთან. საქმე, რომელსაც გააკეთებ, ყოველთვის უნდა იყოს შენი ჰობი. და აუცილებლად მოძრაობა, შენ უნდა ჩართო მოძრაობა და ანალიტიკური აზროვნება. ეს შენ გაქვს, ეს შენი ნიჭია, მთავარია რომ სწორად გამოიყენო. ცხოვრებიდან მოაცილე დამოკიდებულება. დამოკიდებულება უფრო მეტი აქ ფინანსებზე ვხედავ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეცადე რომ ნუ იქნები სულ მატერიალისტი, სულიერადაც განვითარდი. ვხედავ ასევე ძალიან დიდ უნარს კომუნიკაციის, გაქვს დაჯერებისა, დარწმუნების უნარი, მთავარია რომ ეს სწორად განავითარო. ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნება ამასთან დაკავშირებით შენი აზრი, აუცილებლად მიპასუხე ამ ვიდეოს ქვემოთ. თუ ვინმე საინტერესებს აი ასეთი მოკლე მატრიცის განხილვა, აუცილებლად დამიწერეთ თქვენი დაბადების თარიღი და მოკლე ვარიანტში ერთ-ერთს ავარჩევ და განვიხილავ, ხოლო პირად კონსულტაციებში კიდევ აუცილებლად პირადში მომწერეთ.